გამარჯობა მოგესალმებით. მე მითხრეს რომ უნდა უპასუხო ჟურნალისტების კითხვებს, ბრიფინგს არ ვატარებ, თუმცა ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ მთავარ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, რასაც ეძახიან ხოლმე, ამ კითხვაზე გავცემ ჯერ პასუხს, რაც სოციალურ ქსელებში და ისედაც ჩვენთან კომუნიკაციის შედეგად განსაკუთრებით არ დაგიმალავდა ჩვენი მომხრეები, რასაც უფრო სწორად სვამენ ბოლო დღე-ნახევრის განმავლობაში. და ეს კითხვაა ყველაზე აქტუალური ჩვენ სამორჩეულებში. სანამ საზოგადოებას, ფართო საზოგადოებას პასუხს გავცემ. რა გინდოდათ და რა შეგჭირდებოდათ ეს ამბავი. დღევანდელ დღემდე ვიდრე ირაკლი კობახიძე მამასთან დაკავშირებით უკვე ღიად არ ილაპარაკა, მეც გუშინ ნახავდით ალბათ, ვინც მოისმინეთ ჩემი ინტერვიუ იმედის ეთერში, თავი შევიკავე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან, მაგრამ ჯობია ბოლომდე გაიხსნას აი ამ შემთხვევაში კარტები, როგორც ამას ვამბობთ ხოლმე ხშირად და ვთქვათ, რომ 16 დეკემბერს, როდესაც ევროსაბჭოს ხდომა იმართება, ამ 16 დეკემბერზე იყო დამოკიდებული ჩვენი აგენტურული ოპოზიციის მთლიანი გეგმები. მათი ვარაუდით, ჩვენ ევროსაბჭოდან ვერ მოგატყუებთ, რაიმე დეტალური ინფორმაცია გქონდა ასე, მაგრამ ჩვენ ინფორმაციები გვაქვს ჩვენს ოპონენტებისგან და მათი გეგმები 16 დეკემბერს იგეგმებოდა საქართველოში არეულობის მოწყობა იმაზე დაყრდნობით და ევროკომისიას უარი უნდა ეთქვა საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნაზე. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემოდგომაზე და გაზაფხულზე ესეთი არეულობის მცდელობებს ექნებოდა ადგილი, ჩვენ გულისხმობთ იმას, რომ წელიწადში ორჯერ ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება ხოლმე და ტარდება ევროსაბჭოს ხდომა, სადაც ასეთი საკითხები განიხილება. და მთელი მომდევნო, როგორც გუშინაც ვთქვით, 4 წლის გეგმები მათი ამაზე იყო აწყობილი. ამიტომ მოხდა ისე, რომ მათ თქვენს რომ იცით რა 300 და 400.000 ხმის გაყალბება ჩვენ ვერავის ვაჯერებთ. მოდი ახლა დავიშალოთ. პირველ ხდომაზე იცით რომ 800-მდე ადამიანი შეიკრიბა. საერთოდ არ მოვიდნენ ისინი, არ გააპროტესტეს თავრობის დამტკიცების დღე და ისინი მთელ გეგმებს ემზადებოდნენ და აწყობდნენ 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს უნდა მომხდარიყო არეულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო და მას უარი უთხრა მოლაპარაკების გახსნაზე ევროსაბჭომ და ევროკომისიამ. და ეს გეგმები ჩაუშალეთ და ეს მთავარი ბერკეტი წავართვით მათ. ეს პასუხი ჩვენს მომხრეებს, ჩვენ იმ მომხრეებს კითხვაზე, რა გინდოდათ ახლა და რაღა მაინდა მაინც ახლა, მაშინ როდესაც ყველაფერი ჩაცხრა და ნებათაღელვა არ არსებობდა ჩვენ საზოგადოებაში. ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ, ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის შემთხვევაში, ჩვენ ჩაუშალეთ შემოდგომის გეგმები მათ, ამ დამსგავს საკითხებთან დაკავშირებით ცდილობდნენ ენერგიის დახარჯვას ისინი, რომ საარჩევნოდ უნდა შემოენახათ ეს ენერგია, მათ ერთი მხრივ ვერ შეძლეს ქართული საქმისათვის ხელის შეშლა გაზაფხულზე და მეორე მხრივ გამოეცალა მთლიანი ენერგია, რაც არჩევნებისთვის უნდა დაეხარჯათ და არჩევნების საბოტაჟი ამით განეხორციელებინა და ამიტომ იყო რომ ქართულმა ოცნებამ ერთი თავიდან აიცილა არეულობა და ქაოსი არჩევნების პერიოდში ქვეყანაში და მეორე მხრივ გამჭვირვალობის ქართული კანონი და ქართული ვერსია მიიღო. ასეც ამ შემთხვევაში ჩვენ თავიდან ამ გადაწყვეტილებით ვიცილებთ ყველა გაზაფხულის და შემოდგომის არეულობებს და მათ შორის პირველ რიგში ჩვენ 16 დეკემბრიდან მოყოლებული ახალწლამდე არეულობა ვიცილეთ თავიდან ვიცილებთ. ახლა ეს ჩაცხრება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ამ ჩვენ ნალაპარაკებს ბევრი ადამიანი მოისმენს და ბევრი მიხვდება რამდენად მყარ სიმართლეს ვამბობთ და შესაბამისად კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. მე მათ მოედანზე გადავალ როგორც იტყვიან და ყველა ადამიანს რომელიც ოდნავ მაინც გულწრფელად რაღაცას თავისთვის სახლში, Facebook-ში გარეთ აპროტესტებს და ყველა ადამიანს ვისაც გონია რომ რაღაც ცუდი მოხდა. ისინი მიმართავ. ისინი მართლები არიან თუ საქართველოს მართლაც რასაც მათ ატყუებენ, უარი თქვა ევროინტეგრაციაზე. ამ შემთხვევაში მართლები არიან. დიახ, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს ამ შემთხვევაში. მაგრამ რადგან ეს ტყუილია, უნდა დაფიქრდნენ კარგად წაიკითხონ ან მოისმინონ ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადება და შემდეგ აღმოაჩენენ რაშია საქმე. დიახ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ შანტაჟის იარაღი არ მივცეთ ხელში ვინმეს, განსაკუთრებით იმ აგენტურას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის სახით, უარს კი არ ვამბობთ რაიმე პროცესს, არამედ ინიციატივის დაყენებას არ ვაპირებთ. ოღონდ ამავე დროს ვამბობთ 16 დეკემბერს მაგალითად დადონ მაგიდაზე დოკუმენტი, რომლითაც იხსნება მოლაპარაკებები. და ჩვენ არც კი დავფიქრდებით, რა თქმა უნდა. ხელს მოვაწერთ მას. ამ 4 წლის განმავლობაში, როცა ჩვენ ინიციატივით ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, არ მივმართავთ
და ხვეწნით არ მიმართავთ შენი ჭირიმა იქნებ მოლაპარაკებები გამიხსნაო როგორც კი ამისი მზაობა ევროკავშირის მხრიდან იქნება როგორც კი ასეთი განცხადებები გაკეთება და იტყვიან რომ საქართველოს უნდა გაუხსნათ მოლაპარაკებები ჩვენ სიხარულით იმავე წამს ყოველგვარი შეთანხმების ერთმანეთსაც კი არ დავალაპარაკებით გუნდში ეს გადაწყვეტილებაა უალტერნატივო და ხელს ვაწერთ იმ დოკუმენტს რომელთაც იხსნება მოლაპარაკება ამიტომ ერთმანეთისგან განასხვავონ უარის თქმა რაღაცაზე და ინიციატივის დაყენება და ხვეწნა მუდარა და თუ ვინმე იმას აპროტესტებს რატომ არ ეხვეწებით იმიტომ რომ ეს უნდათ რომ ბერკეტად გამოიყენონ და ბერკეტს არავის არ მისვეთ ხელში და თუ ვინმეს კითხვა აქვს იმ შემთხვევაში თუ იხსნება მოლაპარაკებები და ფასდება საქართველოს შრომა ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ რასაკეთებს ხელს ვაწერთ და უფრო გუშინ ხუმრობით თქვი და ამ ხუმრობას გავიმეორებ და ამით დავამთავრებ და თქვენ მოგცემთ საშუალებას რომ კითხვები დასვათ თუ ვინმეს აი ეს დასჯად მოეჩვენება ქართული ოცნების ხელისუფლების და ამ ქვეყნის მაშინ პირდაპირ ევროკავშირის კარი გახსნა და კიდევ უფრო დიდი სიხარულით დავეთანხმებთ ამ გადაწყვეტილებას მოგესალმებით ტელეკომპანია იმედი მარიამ ქართველიშვილი მე მექნება ამ თემასთან დაკავშირებით მათ შორის შეკითხვა აი თქვენი ამ განცხადების პარალელურად მაინც ისმის კრიტიკა და ბრალდება ერთ-ერთი მთავარი და მძიმე რაც არის რომ ქართულმა ოცნებამ შეაფერხა ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზა აი გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე აი რას პასუხობთ იმ ადამიანებს ვინც დგას მათ შორის გუშინ იდგა აქციაზე უფრო დღეს უფრო მეტი თქვით ამ თემასთან დაკავშირებით თუმცა მაინც აი ამ ბრალდების ნაწილზეც რომ ვსაუბრობთ. მოდით ერთი წამით თქვენთან შევეცდებით დაზუსტებას ერთი რამისას და თუ საწინააღმდეგო ვინმეს ექნება ესეთი თქواس თუ შეიძლება რომ გავარკვიოთ საზოგადოების ყველა ფენა, ყველა ადამიანი, ახალგაზრდები რომლებსაც უფრო შეიძლება მარტივად ატყუეს სკოლის მოსწავლეებიც კი, ვისაც ცდილობენ რომ ძალიან მოატყუონ. გუშინ ქართულმა ოცნებამ რა თქვა? ირაკლი კობახიძემ რა თქვა? უარს ვამბობ თუ ინიციატივას არ დავაყენებთ. მეორე ხო? ხოსია. ანუ უარის თქმა და ხვეწნა ინიციატივის დაყენება, დღის წესრიგის დაყენება, სხვადასხვა არის თუ არა, ხო არის? შესაბამისად ამისა. თუ უარი ითქვა, მაშინ ისინი მართლები არიან, თუ რაც განცხადებაში ეწერა, ის ითქვა, მაშინ მტყუანები არიან. მარტივია ძალიან. წაკითხulis და მოსმენილის გააზრების უნარი უნდა კონდეს ყველას. მარტივია. თუ ქართული ოცნება აცხადებს, რომ უარს ვამბობ მოლაპარაკების გახსნაზე, მაშინ პროტესტი სამართლიანია. თუ ქართული ოცნება ამბობს, ჩემი მხრიდან არ იქნება ეს საკითხი დაყენებული, მაგრამ როგორც კი ვინმე დააყენებს ამ საკითხს, მე დიდი სიამოვნებით დაუფიქრებლად ხელს ვაწერ, მაშინ ქართული ოცნება მართალი. ძნელი გასააზრებელია? ხო არ არის ძნელი გასააზრებელი. და ვიღაცები ხა მეტიჩრობით უკაცრავად ამ სიტყვისთვის, რომ გამოხტებიან სხვადასხვა უწყებებიდან, უკაცრავად ყველა მათგანთან. წაკითხული არა აქვს, შეიძლება, ან წაკითხული აქვს და სპეციალურად მოქმედებენ, იმიტომ რომ იქ აღმოაჩინეთ ისეთი ადამიანები, ბუნებრივია ინტერესდებით ამით, ხო? რომლებიც აქციას არ ტოვებდნენ, გასაგებია, დემოკრატია იმაში მდგომარეობს, რომ სამსახურიდან არ იყვნენ გაყრილები, იმიტომ რომ აქციებზე დადიოდნენ. ვიღაცები ამაზეც გვამონათებენ, გვეუბნებიან, რომ თქვენი ბრალია. აგერ ეხავი რომელიღაცა უწყების თუ სამინისტროს თანამშრომელი რომ განცხადებას დებს და აწერს ხელს სიცრუეზე დაყრდნობით ეს თქვენი ბრალიაო გვეუბნებიან და პარტიულად ვიღებ და დემოკრატიული სხვა სუბიექტო ძალიან სუბიექტური რადიკალური პარტიული ინტერესიდან გამომდინარე ვიღებ ამ ყველაფერს მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესიდან დემოკრატიული ინტერესიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს თქვა სამართლიანი არის იშვიათი შემთხვევები როცა ასეთი საკითხები ჩვენ ამ მომჩევლებს მიმართავ გარკვეული მობოდიშება შეიძლება იყოს ჩემი მხრიდან ეს სახელმწიფოებრივად და სუბიექტო პარტიული ინტერესები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში აი ეს ადამიანი აქციაზე რომ დარბის, მაგრამ თავის საქმე იცის კარგად. უნდა გაშვებული იქნა სამსახურიდან თუ არა, ნაცები უშვებდნენ კი არა იჭერდნენ და ჩვენ არ გავუშვით. პარტიულად შეიძლება აი იშვიათი გამონაკლისის შემთხვევა, როცა ერთმანეთს არ დაემთხვა. უიშვიათესი გამონაკლისი. არ გავუშვით, პარტიულად შეიძლება მთლად მართლები არ ვიყავით, მაგრამ სახელმწიფოებრივად მართლები ვიყავით. მაგრამ ახლა როცა ეს ადამიანები გადიან ყოველგვარ ზღვარს და სიცრუეს ტირაჟირებენ თავისი ძალიან ცუდი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით, მე ამაზე უნდა იზრუნოს ყველა უწყება, რომ შენ კი ბატონო დემოკრატიული ხელმძღვანელი ხარ, მინისტრი ხარ, მოადგილე ხარ, რომელიღაც არ გოლის ხელმძღვანელი ხარ, როცა ამის გამო რომ საწინააღმდეგო აზრის არის და დარბის რაღაც აქციაზე არ უშვებს სამსახურიდან, მაგრამ როდესაც ის თავისი ქმედებით ანტისახელმწიფოებრივი სიცრუეს ტირაჟირებს, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს და მის საწყისებს აქ არ ვიცი რა გადაწყვეტილებები უნდა იყოს ეს სამსჯელო თემაა ძალიან სერიოზული. და ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას, კიდევ ერთხელ დაბეჭდებით. თუ
რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, რომელიმე კანდიდატი დავაუშვებ ქვეყნის ხელისუფლება ამბობს, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებების გახსნაზე, ის არ არის ევროპული ხელისუფლება. ის არ იბრძვის ევროინტეგრაციისთვის, ის არ მუშაობს ევროინტეგრაციაზე, მაგრამ თუ და ამ შემთხვევაში პროტესტია სამართლიანი. კიდევ ერთხელ მე თავად მიმეორებ, მაგრამ თუ რომელიმე ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის რაც გავაკეთეთ ჩვენ გუშინ, ამბობს, რომ შანტაჟის იარაღად როგორც გამოიყენებოდა კანდიდატის სტატუსი, ასევე შანტაჟის იარაღად გამოიყენება დაფინანსება, რომელიც სულ 0% აღმოჩნდა, დათვლის შედეგად ვიღაცებს ძალიან ბევრი რომ გონიათ. და თავად მოლაპარაკების გახსნა, რომელიც ერთგვარი ფორმალური საკითხია და თუ ამას არ მოხვება ევროკავშირის გაწევრიანება და გაწევრება, წლები იწლება და ხან მიცემენ ამ საშუალებას ქვეყნებს და ხან არა და მე უხსნიან ხოლმე. აი ესეთი საკითხია, ამაში ჩაყოლას თუ ისი არ აპირებს რომ მაინდა-მაინც მახვეწარი უკაცრავად ასეთი რაღაც გამოთქმისთვის. მახვეწარი და ინიციატივის დამყენებელი, რომელსაც შედეგად მოყვება რა, თექსმეტეკებს უნდა შეხვიდე განაცხადოთ, ძალიან გთხოვთ, მიგვიღოთ, გაგვიხსნათ მოლაპარაკებები და ისინი გვეუბნებიან, არა, თქვენ არა ხართ ამისათვის და საქართველოს უნდა კარგად არ იქცევა LGBT კანონი, ოჯახური ღირებულებების კანონი, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ გაიწვიეთ, გამჭვირვალობის კანონი გაიწვიეთ და ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ამ შანტაჟის საშუალებას არ მივცემთ და დღის წესრიგში ჩვენ თავად არ დავაყენებთ. ორი აბსოლუტურად განსხვავებული რამ არის ერთმანეთისგან, წაიკითხონ, გაიაზრონ და შემდეგ იქნებიან მართლები პროტესტი. თუ აღმოაჩენენ იქ სადმე წერია უარის თქმა, მაგრამ უარის თქმა არ საწერია. ეს არ აწყობთ, ამიტომ არის ზოგადი მათი მოწოდებები. ამიტომ იყო TV1-ს ვერ ხედავ ერთს. TV1-ის სპეკულაციური უბინძურესი განცხადება გუშინ რომ შეაჩერა ბიძინა ივანიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესი. ტყუილია. რატომ არ დაწერეს, რაც ეწერა ჩვენს განცხადებაში, რაც წაიკითხა ირაკლი კობახიძემ, რაც მოყვა ირაკლი კობახიძემ. თუ მართლები არიან, ტიტრად ეგრეთ წოდებულად, დააწერონ, რაც გავაკეთეთ და ის თუ გამოიწვევს პროტესტს, კი ბატონო, ნახოთ, აბა. რატომ დაწერეს სპეკულაციური ინტერპრეტაცია? იმიტომ რომ საზოგადოება უნდა მოთხოვდეს და მოთხოვებული საზოგადოება უნდა იყოს პროტესტის ავტორი. ეს არის სიმართლე. კი ბატონო, კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, უნდა კითხოთ გუშინ დელიღამის მოვლენებთან დაკავშირებით. ნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები რუსთაველზე, საკმაოდ მძიმე ღამე ჰქონდათ ჩემ კოლეგებს მათ შორის, ნახეთ თავგატეხილი სამართალდამცველები და თავგატეხილი ჟურნალისტიც მათ შორის და ბევრი სხვა დაშავებული კორესპონდენტი, რომელიც მუშაობდა ადგილზე. მე მინდა შეაფასოთ ეს მოვლენები და რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას აი ამ ფაქტებთან დაკავშირებით. მარიამ, ვცდილობ რომ პირადი ინტერესიც კია, მაგრამ მართალი რო ვიყო ყველაზე საკუთარი თავის წინაშე, ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტური ვიყო. ზოგ ადამიანს მიაჩნია რომ მეგინ არსავიძეზე თავდასხმა არაფერი იყო, მე დღეს კამათი მქონდა რამდენიმე ადამიანთან სხვათა შორის. თქვენს კოლეგებთან მათ შორის არ დაგიმოვოთ, ჩემ მეგობრებთან. მეგინ არსავიძეზე თავდასხმა მიაჩნიათ რომ ის არაფერი იყო ამასთან შედარებით, გურამ რო გავაზია საუბარი. არ ვიცი ასე უნდა მიმართდეს თუ არა, მაგრამ მე მგონია რომ ისიც ამორალურია და ესეც არის ძალიან ცუდი რამ, რასაც არ უნდა უშვებდეს არავინ. რაც არ უნდა უკაცრავად მაინც თქვენს კოლეგაზე საუბრობ, ბინძური პროვოკაციის ავტორი იყოს რომელიმე ჟურნალისტი, ჩვენ და პოლიციელმა მაქსიმალურად უნდა სცადოს, რომ მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არ განხორციელდეს. ამ შემთხვევას მე პირადად აბსოლუტურად მიჯნავ ოპერატორის შემთხვევისგან, სადაც ადამიანური შეცდომა იყო პოლიციელის. ამ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიმართება. და ზუსტად ვიცი, რას აკეთებდა გურამ როგავა მანამდე, თუნდაც საჯარო და ღია წყაროებში რაც იძებნება, ისიც საკმარისი შეიძლება არ იყოს და რისთვის საკმარისი ამას საერთოდ საუბრობ. რაც არ უნდა შევარაცხყოფა მოგაყენოს და მინდა სპეცრაზმელებს მიმართო, იმიტომ რომ წინ შეიძლება რამდენიმე დღე იყოს ასეთი მძიმე. რაც არ უნდა მე მესმის ქართველი კაცისთვის, ახალგაზრდა ვაჟკაცი ბიჭებისთვის, რა მძიმეა, როდესაც გვერდით შენ მეგობარს თანამშრომლებს გისახიჩრებენ, საოპერაციო რომ ხდება ისე და ესეც პირველ რიგში დასაგმობი რამ არის. უმძიმესია, დედას და ცოლშვილს გაგინებენ. ესეც ზუსტად ვიცი, რატო ვთქვი ახლა. უმძიმესია ახალგაზრდა კაცს, რომ დედას და ცოლშვილს გაგინებენ ქართველს. ასატანი რამდენად უნდა აიტანო და ვის მოუწოდო, ესეც არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უნდა გქონდეს თავში ბიჭებო,
მიმართავს სპეცრაზმელებს. უნდა გქონდეს თავში, რომ ამას იყენებენ შენი სამშობლოს წინააღმდეგ. და დღევანდელი ნარატივი ამაზეა გადართული და იქ ტყუილ მართალზე განცხადება შეეწერა, აღარავინ ლაპარაკობს. და ამიტომ გთხოვთ თქვენი ქვეყნისთვის, რომელიც არანაკლებად გიყვართ, ვიდრე თქვენი ოჯახები, აიღოთ თავზევით კიდევ მეტი პასუხისმგებლობა, თავზევით ძალა იპოვნოთ და კიდევ მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ იმაზე, რომ ამ შემთხვევაშიც კი რაღაცნაირად მოითმინოთ. ჩვენი მხრიდან შეიძლება ადვილი სალაპარაკოა, ჩვენ მივეჩვიეთ ამ რაღაცებს. და ურთულესია 25, 20, 30, 35, 40 წლის მამაკაცებს მოუწოდო, რომ ესეც მოითმინონ. მესმის, რომ გისახიჩრებენ გვერდზე, ხან შურდულით იმას რკინის ბურთულებს ესვრიან პოლიციელებს და სპეცრაზმელებს და თავის უტეხავენ და საოპერაციო ხდებიან ეს ბიჭები და დედას და ცოლშვილს აგინებენ და ყურში ჩაჩურჩულებენ რაღაცებს და საზღვრებს ურთულესია. მაგრამ ამით მერე აზიანებენ თქვენ სამშობლოს. ამით აზიანებენ მშვიდობას და ამით აზიანებენ თქვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამაში იყენებენ. და ამიტომ ეს გახსოვდეთ მუდამ ჩემი მობოდიშებით თხოვნაა თითოეული თქვენგანის მიმართ. და მე მხარს უჭერ ასევე ყველა პოლიციელს, ყველა სპეცრაზმელს, რომელიც თავისი სამშობლოს სიყვარულით და თავისი საქმის ერთგულებით დგას იქ. ისიც უნდა დავგმოთ და ისიც უნდა დავგმოთ, რასაც მოქალაქეების მიმართ ახორციელებენ, რასაც საკეთებენ სპეცრაზმელების და პოლიციელების მიმართ, გმირი პოლიციელების მიმართ, როგორ მიმართავენ პრეზიდენტი ქვია, ხალხს რომელიც რუსო მედის იქ საზიზღრობებს კადრულობს. პრეზიდენტი უნდა ვეძახოთ? ქართველ პოლიციას რომ რუსს ეძახის, ის პრეზიდენტია და რატომ არ ეძახით და მე გვამონათებენ. მაგრამ ამავდროულად პოსტით დავწერე ამას სხვათაშორის შეიძლება რა ნახიც გაქვთ. ასევე ამორალურია იმ ადამიანის მხრიდან ესე შფოთვა და წუწუნი ამ ყველაფერზე, რომლებმაც ის საზიზღრობა, რაც ნახეთ ვერც კი რომ ვერ ვიმეორებთ მიკროფონებში და კამერების წინ, მეგინ არსავითის მიმართ არ შეიმჩნიეს და აქ მეждდნენ თქვენი კოლეგები, რომელსაც ვერ წამოვაცდენენ სიტყვა რომ ამორალური იყო ეს ყველაფერი. აი ეს არის ჩემი დამოკიდებულება. აქციასთან დაკავშირებით კიდევ ერთს კითხავთ, ასევე ნახეთ მოწოდებები აქციის მიმდინარეობისას ეს რევოლუცია. ბოდიში მარიამ, დიდი ბოდიში, რა თქმა უნდა, ერთიანობას დავამატებ წეღანდელს, რა თქმა უნდა, გამოძებამ დეტალურად უნდა ჩაყვეს ბოლომდე და ასე უნდა გამოიძიოს ეს ამბავი. ეხლა მორალურად ურთულესია რაღაცის ატანა, რაღაცის გადატანა, გადახარშვა, ამას სამართლებრივი მხარე აქვს და სამართლებრივად ბოლომდე უნდა დაინტერესდეს ყველა შესაბამის სამსახური, რა შემთხვევაში რა ხდება ხოლმე, რომ ამას სამართლებრივი რეაგირებაც აქაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მიეცეს. აქციასთან დაკავშირებით სვამდი შეკითხვას, ნახეთ ასევე მოწოდებები საკმაოდ ისეთი ხმაურიანი რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით და თქვენ ახსენეთ მაინც კიდევ შეფასების ნაწილში რომ თქვათ აი სრულ ბუთლების ბლაგვისაგნების პოლიციელების მიმართ. აი აქ რასთან გვაქვს საქმე, რა სცენართან და რა მიზანი დგას აი ამ მოწოდებებს მათ შორის? ჩვენ რომ ობიექტურები ვიყოთ, მაქსიმალურად ობიექტურები უნდა შევაფასოთ, ჯერ უნდა ვიფიქროთ იმაზე უბრალოდ რასთან გვაქვს საქმე, რა ფაქტები იყო. რა მოხდა გუშინ? რაიმე მოთხოვნა გახსენდებათ გუშინ? აი რეალურ გამოკვეთილი მოთხოვნა, ან ლიდერი ყავდა ამ აქციას, ან რა უნდათ? ანუ მივიდნენ პირდაპირ გადავიდნენ ძალადობას, ხო? ვიღაცები ამას ტოვებენ მოცემულობიდან და მოცემულობიდან რაღაცა მთავარ კომპონენტს რო გამოტოვებ, არასწორად მსჯელობ, მე ხო ასეა? ყველა შემთხვევაში ესე. არ ჟურნალისტებს გესწავლებათ ეს, არც პოლიტიკოსებს, არც იურისტებს და სამივე კომპონენტი ჩვენ შემთხვევაში სახეზია, ხო? მოცემულობა იყო ის, რომ მივიდნენ, სად მიდიოდნენ? ჩიტაძეზე მშვიდობიან მოქალაქეს, რა რაზე არის ჩიტაძეს? გაპროტესტება უნდა დადგეს წინ და გააპროტესტოს, თქვა, ხო? სადღაც მივიდა გააპროტესტოს. ჩიტაძეზე რაზე არის, რაზე ეჯახება კრიმპოლის თანამშრომელს? თავში ქვას რატო ესვრის? ბოთლში ჩაწყობილ კენჭებს რატო ესვრის? ბოთლს, რომელშიც კენჭები ყრია. შურდული ჩუმად გვერდიდან კამერამ რომ ვერ დაინახოს რკინის ბურთულებს რატომ ესვრის და სხვათა შორის უკვე ვიცი მე ვახტანგ გომელაურთან მაქვს ნასაუბრები დღეს ამასთან დაკავშირებით შეიძლება ამ შემთხვევაში იმ ზომამდე მივიდეს პოლიცია რომ დამატებითი სპეციალური საშუალებები გამოიყო და მეორე ეს რასაჭირო იყო არაადეკვატური იყო დააკომპლექსეს ლევანი იოსელიანიც რომელიც ცდილობს რომ ობიექტური იყოს ვერ დაუკარგავთ ამ კაცს დააკომპლექსეს გუშინ განცხადება არაპროპორციული იყო ბიჭო შურდულს ესვრიან რკინის ბურთულას ესვრიან თავში დამიზნებით პოლიციას გვერდიდან ესვრიან რაც ჩანს ეს არ ჩანს შედარებით და იქ შურდულიდან ნასროლი კენჭი არ ჩანს რაც ჩანს ბოთლი ხო ჩანს კენჭებით თავზე ბოთლები ხო ჩანს წყლით თავზე ბოთლები ხო ჩანს კაი წყლით თავზე ისე ვერ აზიანებს ქვები ხო ჩანს
არაპროპორციული რანაირად იყო ვინმე გამაგებინოს. ან შვიდობიან მომიტინგებს, შვიდობიანი იყო და თავს დაესხა პოლიციაო. ჩიტაძეზე რო უტევს და აწובה იქით შვიდობიანი რა უნდა ჩიტაძე შვიდობიანი თუა ხო? ცეცხლს ანთებს, ბარიკადებს აწყობს შვიდობიანია? არ გეუცნაურათ ვინმე 16 დეკემბერში ეჭვი შეიტანეთ ძალიან გთხოვთ. ყველამ ნაც ჟურნალისტებმა კი არა ძალიან გთხოვთ შეიტანეთ ყველამ ეჭვი ჩემს ნათქვამში და ეჭვით შეხედეთ და ეჭვი დამისვით შეკითხები. 16 დეკემბერში დაუშვათ არაფერი არ ხდებოდა. თქვათ ორი ვერსიაა გვაძლევდნენ საშუალებას რომ მოლაპარაკება გახსნილიყო. გახსნან იმ დღესვე მოვაწერთ ხელს. მეორე ვერსია არ გვაძლევდნენ, ესე იგი მართალი ვარ და ესენის რა არ დაიწყებდნენ ამაზე გაპროტესტებას ქართული ოცნების ბრალეულობის გამოკვეთას აქ და არ დააპირებდნენ? ანუ არასწორი ვარაუდია და თუ ეს ასეა უკვე აღარ გეუცნაურებათ 1 საათში მოგროვებული ნიღბიანი მთელი ეკიპირებით და საბრძოლო რაც კი შეიძლება მომიტინგის ხელში კონდეს ასეთი რაღაცეებით ნივთებით შეიარაღებული ხალხი. რაც უნდა ეკნათ 16 დეკემბრის საღამოს ის გეგმა უბრალოდ გადმოვიდა წინ. დავასწარით და წინასწარ ვახარჯინებთ ამ ენერგიას. პირდაპირ გეუბნებით შეიძლება არ უნდა მოხდეს ზედმეტი გულწრფელობისათვის საკუთარ თანაგუნდელებთანაც კი ძალიან დიდი ბოდიში. ერთ-ერთი მიზანი რომ წინასწარ დავახარჯინოთ ეს რაღაცა ბოროტი ენერგია ესეც კია. მაგრამ თავარი მიზანია რომ შანტაჟის იარაღი წავართოთ ხელიდან, რომელიც შანტაჟის იარაღიც უნდა ამოქმედებულიყო მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან. დანარჩენი უკვე არის ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობილი საკითხები, რომ შეტევაზე გადადენ ეს ადამიანები და ნახეთ სოციალური ქსელები, რა მოწოდებებია. საღებავები, ნივთები, რაღაცა ბარიკადები, რევოლუცია, აჯანყება, ერთი ადამიანი არ ამბობს მათი მხრიდან, მათი აქტივისტები და სხვა შეიძლება ვიღაცამ სადღაც დაწეროს. ერთი ადამიანი არ ამბობს რომ წამოდი გავაპროტესტოთ და უთხრათ რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ და უთხრათ ამ ხელისუფლებას რომ ეს ასე რაღაცა გონია ვთქვათ. მოტყუდა ბატონო, კი გასაგებია. მოტყუდა რომ გონია რომ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი. და არ შეაჩეროთ ან რაღაცა ვიღაცა ადადგეს არ რაღაც. არა. ბოთლები მოიმარაგეთ, საღებავები მოიმარაგეთ, კვერცხი მოიმარაგეთ, ბარიკადი მოიმარაგეთ, ასანდრითიავანთო, ცეცხლით დავანთო. ეს მშვიდობიანი მიტინგისთვის მზადება და ძალადობა სად იყო მე გეკითხებიან ხო? და ბოლოს შეკითხვას დავსვამ ევროკავშირის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ თქვენი შეფასება როგორია მან თქვა რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედ გამაცრუებელიო აი თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს პირველი ის რომ თავად საუბრობდნენ ევროპელი დიპლომატები ამ მის შესახებ რაც გუშინ გამოაცხადეთ და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აი ეს განცხადება თქვენთვის რას ნიშნავს უფრო მთავარია ელჩის განცხადებაში და უფრო სამწუხაროა ის რაც თქვა მან ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით ეს შეფასებაა. შეფასება მოყვება ტყუილ ფაქტობრივ გარემოებას რომელიც არ არსებობს. ანუ ფაქტი არ არსებობს და ამ ფაქტს ისე წარმოაჩენთ ვისაც არსებობს. შეაჩერეს, შეაფერხეს. მსგავსი არაფერი ეწერა იმ განცხადებაში რომელიც წარმოადგინა საზოგადოების წინაშე პარტიის სახელით ირაკლი ყობახიძემ ხოვასია. მსგავსი არაფერი ეწერა. ანუ სამწუხაროა რომ გვიწევს იმის თქვას რომ ელჩი პირდაპირ იტყუება. და თუ იმეს კიდე არ ჯერა ჩვენი იმ განცხადების რომ შანტაჟის ბერკეტა და იარაღად ჭირდებოდათ ამ საკითხის გამოყენება მაშინ ნახონ ევროკავშირის გუშინდელი განცხადება ელჩის გუშინდელი განცხადება და თუ იქ სიმართლე წერია მაშინ კი ბატონო და თუ იქ ჩვენი განცხადებისგან აცდენილი რეალობა წერია ანუ ტყუილი წერია მაშინ ჩვენ ყოფილვართ ხო მართლები მარტივად თავისი ტვინით შეაფასონ სხვისი ტვინით კი ნუმოქმედებენ. ვიღაცაზე პროტესტანტი მათ შორის საკუთარი გონებით და ტვინით შეაფასოს. თუ ელჩმა თქვა ის რაც არის სიმართლე, მაშინ ჩვენ მტყუანები ყოფილვართ, მაგრამ ელჩმა თქვა, რომ შევაფერხეთ თუ შევაჩერეთ. ჯერდი რა შევაჩერეთ? ელჩი ამბობდა არჩევნებამდე. საარჩევნო მიზნებისთვის და ვის უჭერდა მხარს თუ მიხვდებით. აქედან გამომდინარე. ის ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა შეეწინააღმდეგა თავის თავს. თუ შეჩერებულია, ჩვენ რაღა შევაჩერეთ. თქვენ შეგიძლიათ გაჩერებული რაღაც ავტომანქანა მაგალითად კიდევ უფრო გააჩეროთ? ნუ შეგიძლიათ თქვათ რომ ხელის მუხრუჭი ამოწიოთ რაღაც ამ სისულელებში წავალთ მე. მაგრამ პირიქით არათუ რაიმე სახის მუხრუჭი არამედ ჩვენ ვამბობთ რომ ზედმიწევნით აი ეს არის თავარი რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზედმიწევნით შევასრულებთ ზედმეტი მონდომებითაც კი რომ იტყვიან. ჩვენი საზოგადოება რომ ვერ დააბრინონ ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკის ყველა ვალდებულებას და პირობას ვდებთ, რომ 2028 წლისათვის
ჩვენ 90% მეტი გვექნება ამ ორი შეთანხმების შესრულებული. ევროინტეგრაციის პროცესი ამ ორ დოკუმენტია დამოკიდებული. მეტი სამართლებრივი დოკუმენტი, მეტი გზამკვლევი, გაწერილი პუნქტებად, ასობით და ათასობით პუნქტი აქვს საუბარი, ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება იცით რას ნიშნავს? აი ამ პუნქტების შესრულებაზე სიტყვით ან საქმით უარი რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ რომ თითოეულ პუნქტს მივყვებით და 90%-ზე მეც 90%-ზე მეც აი ამ საარჩევნო ციკლის პერიოდში 4 წლიანი ვადის პერიოდში ზედმიწევნით შევასრულებთ. და შემდეგ როდესაც კიდევ უფრო მზად ვიქნებით ვიდრე დღეს მოლაპარაკების გახსნისათვის მივმართავთ ჩვენი მხრიდან. დღეს ჩვენი მიმართვა ვინმეს ამ ფორმალობაშიც რომ არ მოატყუონ. ჩვენი მიმართვა ევროკავშირს არ ჭირდება, მთავარია ეს კიდევ რომ იცოდეთ ყველა ჟურნალისტმა და საზოგადოების თვითმმართველმა. თუ მათ უნდათ ჩვენი მიმართვა არ არის აუცილებელი პირობა, რომ მათ გახსნან მოლაპარაკებები. თავისუფლად შეუძლიათ, რომ გახსნათ მოლაპარაკებები. დადონ ასეთი დოკუმენტი მაგიდაზე ჩვენ იმავე წამს დაუფიქრებლად ხელს ვაწერთ. თუ ასეთი დოკუმენტი დაიდება, ზეპირი განცხადების სახით აგერ წინწრებად გეუბნებით მთელი პასუხისმგებლობით გუნდის სახელით, მთლიანი გუნდის სახელით, რომ ჩვენ თანახმები ვართ მოვაწეროთ ხელი, ეს თქვა დღეს ირაკლი კობახიძემ, ამას ვიმეორებ მეც. ჩვენ ვაწერთ ხელს ირაკლი კობახიძე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დღეს როგორც განაცხადა, იმავე წამს წინასწარ გაცხადებული დაპირების და თანხმობის შესაბამისად დაწერს ხელს. მაშინ პრობლემა რაღაცია. პრობლემა არის ტყუილში, რა ტყუილზეც აბრაზებენ ისინი საზოგადოებას. ბატონო ამკან, მე გითხავთ, თქვენ თქვით დაიწყეთ თქვენი გამოსვლა იმით, რომ ჩვენმა მომხრეებმაც კი ვკითხესო, რატომ დაიწყეთ ახლა ეს ყველაფერი? რატომ ახლა? რატომ ახლა? არიან ადამიანები ამ ქვეყანაში საბედნიეროდ, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, ეს ქვეყანა მართლა უყვართ, არიან აპოლიტიკურები, უნდათ ევროპა და არ უნდათ რუსეთი. ამ განცხადებას ისეთი აჟიოტაჟი მოყვა აქედან, იქედან, რომ დაიკარგა მათთვის პასუხები და ნდობა ამ პროცესის მიმართ. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეაჩერა პროცესი სულა ევროკავშირისკენ და დასავლეთისკენ და მიდის რუსეთისკენ. აი ეს ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ახლა თქვენგან როგორც პასუხისმგებელი პირებისგან პასუხს, სად არის ახლა ქვეყანა? აი მათთვის რა არგუმენტი გაქვთ, რომ მათ დაგიჯერონ თქვენ და არ დაუჯერონ თქვენ ოპოზიციას, რომელიც ამბობს ყოველდღე, რომ ახლა საქართველოს მიდის რუსეთში. ნაცებისთვის ისედაც შელებებს გშია, მაგრამ მოდი ახლა ობიექტური ადამიანებისთვის, ვინც ამ კამპანიამ, ამ ერთდღიანმა უბინძურესმა კამპანიამ დააბნია კიდევ ერთხელ განმარტოთ. თუ კი ვინმე ეჭვობს ამ გადაწყვეტილებით რაიმე პროცესის შეჩერების შესახებ, ჩვენი განცხადების რომელიმე პუნქტი, ისე ხო არ მოხდარა თეონა. ისე ხო არ მოხდარა, რომ გუშინ რაღაცა ვთქვით და დღეს შევცვალეთ. გუშინდელზე ხაზგასმას ვაკეთებთ, ხო? უარი სიტყვა იყო სადმე. შეგიძლიათ ამ ხელა განცხადებაში სადმე ამომკითხოთ სიტყვა უარი მოლაპარაკების გახსნაზე. ასე რომ გდომოდა, გვიჭირს ხოლმე სიტყვების მოძებნა. თუ სიტყვა უარი სადმე წერია, მაშინ ისინი არიან მართლები, ვინც ამასთან დაკავშირებით არა თუ პროპაგანდირებს ბინძურად, არამედ ეჭვიანობს. სიტყვა უარი, რომელიმე შეგიძლიათ მითხრათ, რომ სადმე წერია? განცხადებაში მოლაპარაკების გახსნაზე უარი წერია სადმე? აბა რა ზულაპარაკოთ მაშინ საერთოდ? თუ სიტყვა უარი სადმე წერია, მაშინ ისინი არიან მართლები. თუ სიტყვა უარი არ წერია და ჩვენი მხრიდან ინიციატივაზეა საუბარი, მაშინ ჩვენ ვართ მართლები. რომელი ინიციატივაც არავის არაფერში ჭირდება. თუ მოლაპარაკების გახსნა უნდათ, გახსნან მოვაწერთ ხელს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხვეწნა მუდარა, ეროვნული თავმოყარების ამბავია ბოლო-ბოლო. თან შენ უნდა ეხვეწო, თან იმან თითი უნდა გიქნიოს, რომ ახლა არ ხსნი და ყველა ჯერზე წელიწადში ორჯერ მინიმუმ, ახლა დეკემბერში, გაიცად გაზაფხულზე, გაიცად შემოდგომაზე, შემდეგ წელს ყველა ჯერზე ექნება ქვეყნის ამოტრიალების და ხელისუფლების გადაგდების მცდელობა. ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდა იყოს ამ ქვეყანაში турბულენტობა, ინვესტიცია არ უნდა შემოვიდეს, ქვეყანა უნდა აერიოს, მიტინგები, ეს დალადობები, რაღაცები უნდა იყოს. ყველა ჯერზე მერე ვიღაცა რაღაცას ვერ მოითმეს, ვიღაცა გადააჭარბებს, არ გადააჭარბებს, რაღაცა ძალადობის სცენები იქნება, ვიღაცას თავი გაუტყდება, აქეთ პოლიციელს, იქით მომიტინგეს, იქით ჟურნალისტს და ყველა ჯერზე უნდა ვიყოთ ამ მარაზმში. და ჩვენ ვამბობთ, მოდი ახლა გადავიაროთ ერთხელაც ეს მარაზმი, იმიტომ რომ კი ბატონო, ნახეთ რას აკეთებენ. მაგრამ მომდევნო 4 წელი დეკემბრიდან 16 დეკემბრიდან დაწყებული ამ საკითხს ვეღარავინ ვეღარ დაუბრუნდება, იმიტომ რომ გაირკვევა სიმართლე. და ერთხელ და სამუდამოდ ცოტა გავიჭირვოთ ახლა. გავარკვიოთ ეს სიმართლე. რუარს კი არ ვამბობთ. ჩვენ არ
შევალ წინადადებით ინიციატივით თუ ვინმეს რამე უნდა ადგენენ ახლა და მოთხოვონ ევროკავშირის წევრს, რომელსაც სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა რადიკალური ოპოზიციის აგენტურის კვალ და კვალ, რომ გახსნან მოლაპარაკებები. თუ სხვას ბოდიში, თუ ამის საფუძველი ჭირდებათ, თუ სხვას უხსნიან მოლაპარაკებებს, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ სხვაზე წინ ვართ ყველა კრიტერიუმით. თუ უხსნიან მოლაპარაკებას, მეგობრებო, ხო უნდა მიხვდეთ ამას, ტვინი დავატანოთ რაღაცას. მოლაპარაკებებს თუ მოლდოვას უხსნიან, SNG-ს ქვეყანას, რომლის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთში უნდა ჩავიდნენ და მოლაპარაკებები გამართოს სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. საქართველოს, რომელიც 10 ჯერ წინ არის, ეს 10 პირობითია, მაგრამ ბევრჯერ ამის გამოხატვამით და ამით. ბევრად წინ არის. მოლდოვასთან შედარებით მოლაპარაკებას არ უხსნიან და უხსნიან მოლდოვას, რომელიც SNG-შია. თუ მოლდოვას ერთი წლით ადრე აძლევენ კანდიდატის სტატუსს, ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? რაღაც ხომ ხდება მინიმუმ. შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაღაც ცუდი ამ ქვეყნისთვის ხდება. ეს რაღაც რა არის? ერთი ვერსია რომ ომში შესვლა უნდათ ამ ქვეყნის. არ გჯერათ ამ ვერსიის. მაშინ მეორე ვერსია თქვენ დაასახელეთ ნებისმიერმა. ვერ დამისახელებთ მეორე რელევანტურ ვერსიას. სანქციების დაწესება უნდათ რუსეთისთვის. იმისი განუყოფელი ნაწილია. კი ბატონო, ცალკე ავიღოთ. სანქციების დაწესება ჩამოანგრევს ამ ქვეყნის ეკონომიკას. ეს უნდათ, მაშინ რატომ? ისევ იმიტომ, რომ არა ეს და არამედ ბარემ ომში შესვლა. აი აქ მივდივართ ბოლოში, ხო? სხვა რელევანტური და საღაზრთან დგომი, ახლოს ყოფი ვერსია არ არსებობს ბუნებაში. უბრალოდ არ არსებობს. რატომ უნდა ხდებოდეს მაშინ ისე, რომ ყველა კრიტერიუმით ხარ წინ? ყველა წარმატება ევროკავშირის გზაზე არის ქართული ოცნების ანგარიშზე. მოლდოვას აძლევენ თავისუფლად, რომელიც არის SNG-ს წევრი. რა რუსეთისკენ სვლა და რის რუსეთისკენ სვლა და ვინ შეაქო იქ რაღაცებს გამოხდებიან ხოლმე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერები კიდე და მაგათი ხება არავის არაფერში არ ჭირდება რაღაცებს ლაპარაკობენ, ხო? ეს კი ბატონო, ეს თანხმედრები და რაღაც საოცრებები ხდება ჩვენს ირგვლივ. და ჩვენი პატრონი ამ შემთხვევაში ამ ქვეყნის არავინ არ არის ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების გარდა. ამაშია მთავარი ამბავი, იმიტომ რომ არავის როგორ ჩანს არ აწყობს ამ ქვეყანაში დაწყობილი და მშვიდი სიტუაცია. რაში ჭირდებათ ეხლა შენი სტაბილური განვითარება და ეკონომიკური წინსვლა? ვიღაც ყველას უნდა რომ თავის გლობალურ ინტერესებში გამოადგეს რუსეთს და სხვებსაც. აი გარის თავარი. ყველას უნდა რომ შენ იყო ბერკეტი და იარაღი და პაიკის როლი შეასრულო. ამას უნდა მიხვდეთ ათრე თუ გვიან. როგორც კი საქართველოს დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, იმ წუთას მის მიმართ გამძაფრდა კრიტიკა. მის მიმართ გამძაფრდა ისეთი განცხადებები და მოქმედებები, რაც არ აწყობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და მის ხალხს. აი ესეთი განცხადებები. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ყველა სჭირდება რომ გლობალურ ბრძოლებში და ომში გამოიყენოს საქართველოს როგორც პაიკი. ჩვენ არ ვთმობთ ამას და ეს გარე ძალების აგენტურა მოწოდებულია რომ ვის რა მოატყუოს. თუ მართლები არიან, რაც ეწერა ჩვენს განცხადებებში. ის დაწერონ ტიტრება თავიანთ ტელევიზიებში და მე აღშფოთება თუ არა ხალხი ხალხმა გადაწყვეტოს. კითხავთ თუ ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება თუ არ ნახეთ ამ წუთებში ქართულად მაშინ გეტყვით ციტირებას მოვახდენ ქართული ოცნების განცხადება ბოლო იმ ქმედავათაგან რომელიც ამ თავრობის ერთგულებას დასალური კურსის მიმართ კიდევ ერთხელ ეჭვქვეშ აყენებს ამბობს იმასაც რომ თავრობაზეა დამოკიდებული გადადგას ნაბიჯები ურთიერთობების გამოსასწორებლად იმ დასალურ ქვეყნებთან რომლებიც საქართველოს 30 წელზე მეტი ამ ხარს უჭერენ. მოდი მე მოუწოდებ ყველა ქვეყნის საელჩოს თუ წარმომადგენლობას მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების. განცხადებას, რასაც გააკეთებენ, ჯერ თქვან, რა წერია იმ განცხადებაში, საზოგადოებას უთხრან რა წერია იქ. და მერე შეაფასონ. და მერე რამდენად ობიექტურად მოეჩვენება ვინმეს მათი განცხადება და მათი პოზიცია. ეს გადაწყვეტოს საზოგადოება. მაგალითად, ეს შტატების საელჩოს განცხადება იქნება თუ სხვა ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირის თუ წარმომადგენლობის და ასე შემდეგ. და თუ იქ ეწერება, რომ საქართველოს არ გამოიჩენს ინიციატივას მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და გააგრძელებს განუხრელად რეკომენდაციების შესრულებას და ეს არის ევროპასგან დაშორებაო და შეფერხებაო. მე არის თუ არა შეფერხება და გაჩერება და დაშორება, გადაწყვეტოს ხალხმა. ჩვენ რას ვამბობთ და ისინი რას აფასებენ, ეს ნახეთ, თქვენ რაღაც თქვით. თუ არ ვიტყვით, თქვენ რა თქვით და ეს არის უბედური, ეს არის მკვლელობა. ვიძახებ რაღაც ხალხს დაამახსოვრდება ეს არის მკვლელობა, მაგრამ თუ ვიტყვით თქვენ რას ამბობთ, მე მკვლელობა შეფასება ამ ნათქვამის გამიჭირდება ძალიან, ხო? მოუწოდებ ყველას, თუ ისინი მართლები არიან. ხო უნდა გაირკვეს ბოლო-ბოლო ყველა ობიექტურმა ადამიანმა, უნდა გაარკვიოს რაშია საქმე. ყველა საელჩოს, ყველა კერძო პირს, პოლიტიკოს თუ არაპოლიტიკოს მოვუწოდებ, ჯერ თქვან
რა ვთქვით ჩვენ და შემდეგ შეაფასონ. და მერე გადაწყვიტოს საზოგადოებამ რამდენად ობიექტურია მათი ეს შეფასება. და ჩვენ ვთქვით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორები. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჩვენ უმალვე მოვაწერთ ხელს. იმ წუთას დაუფიქრებლად. ეს არის წინააღმდეგსვლა ევროპისა და ეს არის რუსული საქმე და ეს არის ევროპული ფასეულობების წინააღმდეგსვლა თუ რაღაცის ევროინტეგრაციის წინააღმდეგსვლა. თქვან რას ვამბობ ჩვენ და მე შეაფასონ ეს რატოა ასეთი. და ეს ობიექტურ დამკვირვებელს ცოტა უფრო მეტად გაათვითცნობიერებს, არა მხოლოდ ჩვენი საუბარი. დიახ. კი ბატონო, მოგესალმებით ტელეკომპანია პოზიტივი შორინა აროშიძე. ამ პროცესში როგორ ხედავთ თქვენ პრეზიდენტის როლს? მან თქვა, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ახლა არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ნახეთ მოწოდებებიც, თუნდაც სამართალდამცავების მიმართ, ასევე იყო ის, რომ წინააღმდეგობის ტალღას ის ჩაუდგება სათავეში, გუშინ ნახეთ აქციაზე იმყოფებოდა. როგორ აფასებთ მის როლს? საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიდის პოლიციელთან, ქართველთან ეძახის რუსს, ის არც პრეზიდენტია და არც ქართველია. გენეტიკური კუთვნილება და ეთნიკური კუთვნილება, ასე ვთქვათ უფრო სწორად, არ ნიშნავს ქართველობას. ქართველი შეიძლება 1000-ჯერ მეტი ქართველი იყოს ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავის სამშობლო და ქართველ პოლიციას რუსს არ კადრებს. ეროვნული საქმის გამკეთებას რუსს არ ეძახის. მაგრამ ეს ადამიანი ჩართულია კამპანიაში, ყველაფერი ეროვნული არის რუსული. ყველაფერი ქართული არის რუსული. და ამის ავტორს სხვანაირად ვერ დავახასიათებ. ის არის ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში, რომელიც ჩვენი, მოდი ესეც ვაღიაროთ. ჩვენი ხელით არის არჩეული, ჩვენი ხვეწნით არის არჩეული. ალბათ ერთი ადამიანი არ მიცემდა საქართველოში ხმას თავის დაქალების გარდა. რომ არა ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული ჩვენი გუნდის ლიდერების ბილბორდები თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და პლაკატებზე. შესაბამისად ამისა, ეს არის გადამგდები ჯაშუშური ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტად წოდებულ ადამიანზე, რომელიც იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ყველაფერი ქართულის და ეროვნulis გარუსების კამპანია ქვია და ამ ქვეყანაში აგენტურის დასმის მცდელობა ქვია. დიახ. ისევ საერთაშორისო გამოხმაურებებს დავუბრუნდები, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის საქართველოზე მომუშავე დეპუტატები უარყოფითად აფასებენ ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ისინი ამბობენ, რომ ეს არის დემოკრატიის უკუსვლა და საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გაწევრიანებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. რას უპასუხებთ თქვენ და ამის შემდეგ კიდევ? რა მიიღო დამოუკიდებლად უდიში? ევროკავშირში გაწევრიანების გადაწყვეტილება, ანუ გაწევრიანების სურვილი საქართველოს დამოუკიდებლად მიიღო. ასე წერია სიტყვა-სიტყვით. ვერ გავიგე რას ამბობენ, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, რომ შეჩერებულია. ჩვენ რაღაც შევაჩერეთ, თუ შეჩერებული იყო, ანუ ისიც ტყუილი იყო და ესეც ტყუილია. რომ ამბობდნენ, რომ შეჩერებულიაო ევროინტეგრაციის პროცესიო, მაშინ ტყუოდნენ თუ ახლა ტყუიან თუ ორივეს და მე გეუბნებით, რომ ორივეს. მთელი პასუხისმგებლობით. იმიტომ, რომ ჯერ შეჩერებულს ვერ შეაჩერებ. მეორე არსად ჩვენ განცხადება შეჩერების შესახებ არ ყოფილა მინიშნებაც კი. მესამე ჩვენს განცხადებაში წერია, რომ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორები გარკვეული საკითხის დაყენების. და ჩვენ უარს არ ვამბობთ ამ ინიციატივის შემთხვევაში, სხვის მხრიდან ინიციატივის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებას ხელის მოწერას პირიქით მოხარულები ვიქნებით და დიდი სიხარული დავეთანხმებით ამას. მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმიტომ, რომ ბერკეთს არ მივცემთ ხელში, არ ვიქნებით ინიციატორები. ინიციატორები ვიქნებით მაშინ, როცა 80 და 90% მეტი შესრულებული გვექნება. აქ კიდევ უფრო მყარად ვიქნებით და იმიტომ და შანტაჟის იარაღი კიდევ უფრო მარტივად გაიშიფრება, თორემ მე შეუძლიათ შანტაჟება თქვენ რა გონიათ. ვიღაცას კითხვა შეიძლება გაუჩეს და ამ კითხვას ჰიპოთეტურ კითხვას მე თვითონ გავცემ პასუხს. 2028 წლის მერე შეიძლება ვიღაცამ თუ იგივე ბიუროკრატია იქნება ევროკავშირის ხელმძღვანელობაში. მერე შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს, მაგრამ მერე უფრო მარტივად გასაშიფრი იქნება და რისკი ნაკლებია ამ ქვეყანაში. როცა ეკონომიკა გაცილებით წინ იქნება, კიდევ უფრო ვიდრე დღეს არის, როცა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით რამდენიმე $1000 გაზრდილი იქნება, როცა სიღარიბე 4%-ზე იქნება დასული და როცა ამ ორი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის წინაშე 90%-ზე მეტი იქნება შესრულებული, შანტაჟი გაცვდება, შანტაჟის იარაღი დაბლაგდება და გაცვდება უფრო. თორემ დღეს გამოჩნდა ხო საკმაოდ
ეხა ისეთი ვერა რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია შეცვალოს და ააყირაოს, მაგრამ საკმაოდ ისეთი ხისტი იარაღია, მაინც ეს რაც კეთდება დღეს განცხადებების სახით. უნდა გაკეთებულიყო 16 საღამოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მერე უნდა გაკეთებულიყო გაზაფხულზე, მერე კიდევ შემოდგომაზე, მერე შემდეგ გაზაფხულზე და ასე შემდეგ. და ახლა ეს ამ ყველამ ერთად განცხადებებმა თავი მოიყარა და გადმოიჭრა. კიდე იქნება ასეთი განცხადებები. მაგრამ ამასაც გაუძლებთ გადავიტანთ და მართლები ვიქნებით საკუთარი სამშობლოს, საკუთარი თავის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინაშე. და კიდევ ერთ განცხადებაზე მინდა რომ ვკითხოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ამბობს რომ არჩევნები საქართველოში არჩევანის ფართო საშუალებას იძლეოდა და თავისუფალი აგიტაციის პირობებში ჩატარდაო ამ განცხადებას თქვენ როგორ იგებთ ერთ-ერთ კომპანიასთან ნახეთ ეუთო ოდირის ხელმძღვანელი როდესაც კონკურენტულს და თავისუფალს უწოდებს არჩევნებს და ამ დროს არჩევნებთან დაკავშირებით ის განცხადებები გვესმის რაც გვესმის ეს არის ცივილიზებული სამყაროს პარადოქსი ეუთო ოდირი ამბობს რომ ძალიან კარგი იყო ყველაფერი იყო პატარ-პატარა ხარვეზები და სამართლიანად თავისუფლად ეს მინიშნებები იყო ამ სიტყვებით არა კონკურენტულის და სამართლიანის კონკრეტულ სიტყვებად დასახელებით ეუთო ოდირი და მისი ხელმძღვანელი საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს კონკურენტულ მათი თქმით რომ თქვათ არჩევნებს 100 აფასებს და სხვანაირად აფასებენ იგივე გაერთიანების წარმომადგენლები ეს არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს პარადოქსი და აგერ იმის წინააღმდეგაც კი არ გამოდიან ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ზოგიერთი რომ ხალხს აჯერებენ 300,000 და 400,000 ხმა გაყავდაო აი ამ მარაზმში შეყავთ საზოგადოება ეხლა რატო გადადა ეს მესიჯი გვერდით ამ მესიჯს ვერ გამოყავს ამ სისულელს ვერ გამოყავს ხალხი და ახლა მოდი ჩვენ ვთქვათ რომ ის ინიციატივას კი არ ინიციატივაზე კი არ იკავებს ეს ვერ აღაშფოთებს ხალხს ინიციატივაზე თავში კავება რა აღმაშფოთებელია უარს ამბობს მოდი ვთქვათ ამ დროს უარი არსად გვიხსენებია ამიტომ ჯერ გავარკვევთ რა არის სიმართლე და მე გავბრაზდეთ იმ რაღაცაზე რისი გარკვევაც გვეზარება ხოლმე ხანდახან დიდი მადლობა